სინჯოთ. ეს კრემი დაკვდება. იდეალური. მოვამზადოთ დარიჩინის ფუნთუშები. თბილ რძეს დავუმატეთ საფუარი, შაქარი და კვერცხი. გადაურიეთ და შემდეგ დავუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. ზევის პროცესში დავუმატეთ ზეითუნის ზეთი. ზეთი შეგიძლიათ ფქვილამდეც დავუმატოთ, როგორც გირჩევნიათ. პროპორციებს და სხვა დეტალებს დაგიტოვეთ პოსტის აღწერაში. ცომს დააფარეთ საკვები ცელოფანი და დაასვენეთ თბილ ადგილას 1 საათი. ჩემი 45 წუთში აფუვდა. ამასობაში მოვამზადოთ კრემყოლის კრემი. კრემყოლს დავუმატეთ შაქრის პუდრი და ოთახის ტემპერატურის კარაქი. კრემყოლიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. გადაგვიფეთ მიქსერით და მზად არის. აფუებული ცომი ჩაზილეთ და გააფრთხილეთ ფქვილ მოყრილ მაგიდაზე. გადაუსვით ოთახის ტემპერატურის კარაქი და მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი. გადაახვიეთ რულეტად, დაჭერით სასრულ ზომაზე და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. გამოაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი. სასურველია თავიდან 5-10 წუთი შედოთ 50 გრადუსზე, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ამოფუვდეს. შემდეგ აუწიეთ ტემპერატურას და გააგრძელებინეთ ცხობა. ესე რომ გამომაშტერა. მთელი გადაღების პროცესში ეს შოკოლადის ჩიფსები მომზადებული მოხდა. ბოლოს უნდა მოვაყაროთ და დამავიწყდა. აი, გამოვაცხოთ სხვა რა გზაა. ცხობის შემდეგ ცოტა ხანი გააგრილეთ და შემდეგ წაუსვით კრემი და გემრიელად მიირთვით.